საქართველოში არსებული სიტუაცია ფსიქოლოგიასთან მიმართებაში რა განვიხილოთ, ცოტა კომპლექსური ამბავი არის. ერთი ის ცვლილებები, რომელიც არსებობს, რომელიც ახლა ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებს ახლავს თან და მეორე ისედაც ფსიქოლოგია როგორც პროფესია საქართველოში რა რისკების წინაშე იდგა, ანუ ამ ორი მხრიდან შეიძლება შევხედოთ. ფსიქოლოგია არ არის რეგულირებული პროფესია საქართველოში, ბევრ ქვეყანაში არის, საქართველოში არა. არ არსებობს, თქვათ, ერთიანი სივრცე, სადაც ინფორმაცია მოიყრიდა თავს კვალიფიციური ფსიქოლოგების შესახებ, რა ვიცი, რეესტრი პირობითად, სადაც გვეცოდინებოდა, ვის აქვს ფსიქოლოგის კვალიფიკაცია, შესაბამისად ვის აქვს კომპეტენცია, რომ გაწიოს შესაბამისი მომსახურება. არ არსებობს ასევე სტანდარტი, რომელიც განათლებასთან მიმართებაში ან, რა ვიცი, პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებდა. ზუსტად ამიტომ, როდესაც ფსიქოლოგების პროფესიული კავშირი იქმნებოდა, ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ შექმნილიყო ერთიანი სტანდარტი, შეხედულება იმის შესახებ, თუ რომელი მიმართულებით მომუშავე ფსიქოლოგისთვის, რა არის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და რას უნდა აკმაყოფილებდეს. და მეორე შექმნილიყო ეთიკის კოდექსი, რომლის დაცვაც იქნებოდა პროფესიული პასუხისმგებლობა თითოეული ფსიქოლოგისთვის. ეს ერთი მხარეა. თუმცა საქართველოში არსებული უმაღლესი განათლების სისტემა შესაბამისობაში იყო ევროპის ქვეყნებში არსებულ საგანმანათლებლო სისტემასთან. ეს შესაბამისობა უზრუნველყოფილი იყო იმით, რომ საბაკალავრო პროგრამები იყო 4 წლიანი საქართველოში და სამაგისტრო პროგრამა იყო 2 წლიანი ფსიქოლოგიის ყველა მიმართულებისთვის, უმეტესობისთვის. სხვადასხვა უნივერსიტეტებში სახელმწიფო უნივერსიტეტებზე საუბარი, ერთ ქალაქში რამდენიმე ფსიქოლოგიის ფაკულტეტი აღარ გვხვდება, მაგალითად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩამოერთვა ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის, სოხუმის უნივერსიტეტში ჩამოერთვა ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის წარმართვის უფლება, რაც ნიშნავს, რომ ხარისხი, ანუ კონკურენცია მცირდება და შესაბამისად ეს წესი დაისახება ხარისხზე. რაც შეეხება კრედიტების და წლების შემცირებას, მხოლოდ ფსიქოლოგიასთან მიმართებით არსებობს ევროპის ფსიქოლოგთა ასოციაციების ფედერაცია. მინიმუმი, რასაც აწესებს ეს გაერთიანება, არის 360 კრედიტი. და ეს 360 კრედიტი ნაწილდება 3 ეტაპად. პირველი ეტაპი არის საბაკალავრო პროგრამებით უნდა დაიფაროს, ანუ პირველი 2 ეტაპი უკავშირდება უმაღლეს განათლებას, ეს არის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა. და მესამე ეტაპი უკვე არის პრაქტიკა სუპერვიზიით, რომელიც შესაძლოა იყოს უმაღლესი განათლების ნაწილი. ჯამში ეს 3 ეტაპი, რომელიც არის მინიმალური ბაზა ნებისმიერი ფსიქოლოგისთვის, უნდა აძლევდეს 360 კრედიტს. ანუ მხოლოდ რაოდენობაზე და კრედიტებზე რო არ დავახურდაოთ და შინაარსს რო შევხედოთ, ეს არის რაოდენობა იმ საგნებისა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ფსიქოლოგს ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და კომპეტენცია იმ საქმის შესასრულებლად, რასაც მას ასწავლიან. ამ 3 ეტაპზე, როდესაც ვლაპარაკობთ, აქამდე არსებული სისტემა საქართველოში იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ჩვენ შესაბამისობაში ვყოფილიყავით ამ სტანდარტთან, რაც ნიშნავს, რომ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ფსიქოლოგი აგროვებდა 360 კრედიტს. ევროპული სტანდარტის მიხედვით 360 კრედიტის დაგროვება ხდება საბაკალავრო, სამაგისტრო საფეხურებზე და სუპერვიზიის ქვეშ გავლილი პრაქტიკის ჭრილში. რატო არის მნიშვნელოვანი ეს მესამე კომპონენტი და ჩვენთან როგორ შეიძლება მისი ინტეგრირება მომხდარიყო იმ სისტემაში, რა სისტემაც გვაქვს. ანუ ერთი რა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, ჩვენ ვიღებთ საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ვიღებთ ზოგადსოდნას ფსიქოლოგიის შესახებ, სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში უფრო ვიწროვდება ფოკუსი და ერთი კონკრეტული მიმართულების შესახებ ვიღრმავებთ ცოდნას, ვიღებთ კვლევით, ვივითარებთ კვლევით კომპეტენციებს და ასე შემდეგ. ხო, ანუ ერთი კონკრეტული მიმართულებით მივდივართ და პრაქტიკა სუპერვიზიით უკვე უკავშირდება ჩვენ მიერ მიღებული ცოდნის თარგმნას პრაქტიკაში. რაც ნიშნავს, რომ პროფესიული იდენტობის ფორმირებას მათ შორის. და ასეთი არის ეს პრაქტიკის ეტაპი, როდესაც შენ მიდიხარ კონკრეტულ სივრცეში, ახორციელებს საქმიანობას, უბრალოდ მეთვალყურეობას გიწევს პროფესიონალი და შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე ფსიქოლოგი და ამ 1 წლიანი სუპერვიზიის გავლის შემდეგ შენ შეგიძლია დამოუკიდებელი პრაქტიკა აწარმოო როგორც ფსიქოლოგმა. საქართველოში აი ამ მესამე ეტაპის გამოცდილება არ გვაქვს, ასე არ არის დანერგილი ოფიციალურად და ამის მაკონტროლებელი მექანიზმებიც არ არსებობს, თუმცა ითვლებოდა, რომ სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში შესაძლოა მსგავსი პრაქტიკა იყოს ინტეგრირებული თვითონ უმაღლესი განათლების ფარგლებშივე.
და ევროპის ფსიქოლოგთა ასოციაციების ფედერაცია ამის წინააღმდეგი არ არის. ისინი არ ლაპარაკობენ არც იმის შესახებ, რომ მაინც და მაინც 4 წელი უნდა იყოს საბაკალავრო პროგრამა და 2 წელი სამაგისტრო პროგრამა, ასე განსაზღვრული წლების რაოდენობა არ არის. უბრალოდ გეუბნებიან, რომ არსებობს რაღაც კომპეტენციები, რომლისათვისაც აუცილებელია და ამისთვის საჭიროა 360 კრედიტის ან რაღაცა რაოდენობის საათების გატარება კონკრეტულ პროფესიაში, ანუ სწავლის მიმართულებით და პრაქტიკის მიმართულებით. თუ ისე შეიცვლება სურათი, რომ ჩვენ არ ვიქნებით შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტთან, ეს რამდენიმე მიმართულებით იმოქმედებს. ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება იმ ფსიქოლოგების კომპეტენცია და კვალიფიკაცია, ვინც ამთავრებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამას და მეორე სტუდენტებიც და უკვე კურსდამთავრებულებიც, ანუ ფსიქოლოგებიც საერთაშორისო ბაზარზე იქნებიან თუ არა კონკურენტუნარიანები. ევროპის ქვეყნებში წასვლის შემთხვევაში არ ვიქნებით თანაბარ მდგომარეობაში იმ ადამიანებთან, ვისაც იქ აქვს განათლება მიღებული, იმიტომ რომ მათი ცოდნა და ბექგრაუნდი განსხვავდება თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით ჩემი ცოდნისა და ბექგრაუნდისგან, რითიც აქედან მივდივარ. კონკურენტუნარიანობას რაც შეეხება, ძალიან მტკივა ეს საკითხი. ფსიქოლოგების პროფესიული კავშირის შექმნის ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო, რომ საქართველოში, რადგან არ რეგულირდება ფსიქოლოგია და ფსიქოლოგია არის სპეციფიური მიმართულება, ყველას აქვს განცდა, რომ რაღაც ეს ეთქმის ამ მიმართულებით, ყველას აქვს განცდა, რომ თვითონ რასაც გრძნობს იცის არის ის, რაზეც ფსიქოლოგები ლაპარაკობენ. ამიტომ ძალიან ბევრი ყავს ესეთი ადამიანი, რომელიც იჩემებს, რომ არის ფსიქოლოგი. და ამით არამხოლოდ სხვას უქმნის საფრთხეს, თვითონ მასაც საფრთხე ექმნება, იმიტომ რომ არ შეიძლება შესაბამისი ტრენინგის და გადამზადების გავლის გარეშე სხვა ადამიანს დაეხმარო ტრამვასთან გამკლავებაში, იმიტომ რომ ეს შენთვის შეიძლება აღმოჩნდეს დამაზიანებელი, თუ არ იცი სწორად როგორ იმუშაო. როდესაც ვსაუბრობთ კლინიკურ ფსიქოლოგიაზე და მაგალითად თერაპევტებზე, იმ ყველაფერს, რაც ჩამოვთვალე, რომ მინიმალური სტანდარტი რა არის ფსიქოლოგის საგანმანათლებლო სტანდარტზე, როცა ვსაუბრობთ ფსიქოლოგისთვის და ჩამოვთვალე 3 ეტაპი, ხო, საბაკალავრო, სამაგისტრო, საფეხური განათლების და პრაქტიკა სუპერვიზიით. ეს არის ყველასთვის. შრომის და ორგანიზაციის ფსიქოლოგისთვის, სპორტის ფსიქოლოგი, ყველასთვის და ამას ემატება, მე თუ ვაპირებ, რომ კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით გავაგრძელო საქმიანობა, ამას ემატება სპეციალიზაცია, დიპლომის შემდგომი განათლება, რომელიც წლები გრძელდება და რომელიც გულისხმობს გარდა იმისა, რომ პრაქტიკას ვაკეთებ სუპერვიზიით, ინტერვიზიას, ან ძალიან გრძელი გზაა, რომელიც იმის მიხედვით, თუ რომელ მიმართულებას ვირჩევ ფსიქოლოგიის და ფსიქოთერაპიისას, ხო? სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, მაგრამ ბაკალავრიატის და სამაგისტრო საფეხურის და პროფესიული პრაქტიკის ფარგლებში მიღებული ცოდნაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მე შევთავაზო კლიენტს ხარისხიანი მომსახურება და ჩვენს ქვეყანაში ცოტა სხვა სურათი გვაქვს. ვიღაცები, ვისაც ეს მინიმალურიც კი არა აქვთ, ისინიც შესაძლოა სთავაზობდნენ ადამიანებს ფსიქოლოგიურ დახმარებას, რაც არის რეალურად პრობლემა, ხო? ყოფნის, რომ ეხლა კვალიფიციური ფსიქოლოგები, ანუ რა მოთხოვნაც არის იმის შესაბამისი რაოდენობის კადრები ყავს, ეს ერთი საკითხია და მეორე, თუ კი, ანუ ერთადერთი კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც საჯარო უნივერსიტეტებში იყო ილიას უნივერსიტეტში. თუ გაუქმდება ეს პროგრამა, საიდან მივიღებთ იმ ფსიქოლოგებს, რომელიც კლინიკური მიმართულებით იმუშავებენ, ხო? ამიტომ შემცირება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების არ მგონია, რომ კონკურენტუნარიანობას ზრდიდეს იმ ფსიქოლოგების, ვინც დაამთავრებს უნივერსიტეტს და მეორე ყველასთვის ცნობილი ფაქტი, ამას არ სჭირდება არგუმენტებით გამყარება, რომ რაც უფრო ნაკლებია კონკურენცია, მით უფრო მცირდება ხარისხი, იმიტომ რომ ძალიან ისე ხარ მოშვებული ხარ, არავისთვის არ გიწევს იმის დამტკიცება, რომ შენთან ჯობია და შენთან უნდა მოვიდნენ, ხო? ამიტომ შანსი იმის, რომ შენი განათლების ხარისხი შემცირდება, შენთან საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხი შემცირდება, მეტია. პროფესიული კავშირი შეიქმნა 1 წელიც არ არის ჯერ.
ჩვენ არა მხოლოდ ფსიქოლოგების უფლებების დაცვაზე და მათ წარმომადგენლობაზე ვართ ფოკუსირებული, არამედ ვართ ფოკუსირებული იმაზე, რომ შევქმნათ ერთიანი სივრცე, სტანდარტი შევქმნათ, რა სტანდარტსაც უნდა აკმაყოფილებდეს სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ფსიქოლოგი საქართველოში და ასევე შევქმნათ მაგალითად ეთიკის კოდექსი, რომელსაც უნდა ითვალისწინებდეს. ეს არის ფსიქოლოგისთვისაც, როგორ ვთქვა, გიდი, რომელიც მას ეხმარება რთულ სიტუაციაში, დილემებთან გამკლავების დროს იცოდეს რა მიმართულებები არსებობს და იცოდეს, რომ მას ყავს მხარდამჭერები არსებობს, ასე ვთქვათ, წინასწარ განსაზღვრული მექანიზმი და შეუძლია მიყვეს ამ მექანიზმს. ჩამოწერილია, რას უნდა აკეთებდეს და როგორ უნდა აკეთებდეს და თუ ეს არ ხდება, მაშინ რა შედეგები შეიძლება დადგეს, ხო? გვაქვს სურვილი, რომ მოხდეს პროფესიის რეგულირება, იმიტომ რომ ზოგიერთი მიმართულება და განსაკუთრებით კლინიკური მიმართულება ფსიქოლოგიაში არის მაღალი რისკის და პასუხისმგებლობის საქმიანობა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანის ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან გაქვს შეხება და შესაბამისად დიდი პასუხისმგებლობა გეკისრება და ამიტომ არ შეიძლება რომ ნებისმიერმა ადამიანმა აკეთოს ეს საქმე, ხო? ისევე როგორც მედიცინის შემთხვევაში არ შეიძლება რომ ნებისმიერი იყოს ქირურგი და გუჭრიდეს და გკერავდეს, არ შეიძლება ეგეთ რა. ჩვენ გვაქვს ასეთი სურვილი, რომ უნდა არსებობდეს რაღაც სავალდებულო სტანდარტი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ფსიქოლოგი იმისთვის, რომ მას მიენიჭოს ეს სტატუსი. და პირველი ნაბიჯები ჩვენ, როდესაც ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირი შეიქმნა, ვეკონტაქტეთ ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციას და ევროპის ფსიქოლოგთა ასოციაციების ფედერაციას, იმისთვის, რომ ევროპის ფსიქოლოგთა ასოციაციების ფედერაციაში გავერთიანდეთ, ჩვენ უნდა წარმოვადგენდეთ საქართველოში ფსიქოლოგების უმრავლესობას და უნდა გქონდეს ისეთივე სტანდარტი, ეთიკის კოდექსი და სხვა დოკუმენტები, როგორც მათ აქვთ. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ასევე რაც გადავდგით არის, რომ შევიმუშავეთ ეთიკის კოდექსი, რომელიც შესაბამისობაშია ევროპის ფსიქოლოგთა ასოციაციების ეთიკის კოდექსთან და ითვალისწინებს ასევე ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის შეხედულებებს. ვართ ასევე ფსიქოლოგთა გლობალური ალიანსის წევრი, რომელიც არის APA-ს ქუთქვეშ არსებული, ასე ვთქვათ, გაერთიანება, სადაც მთელი მსოფლიოს გარშემო არსებული ფსიქოლოგები იყრიან თავს. ერთ-ერთი დოკუმენტი, რაც ბოლოს ასე ვთქვათ, ვთარგმნეთ ამ ორგანიზაციასთან, ამ ორგანიზაციის ფარგლებში შეიქმნა და სხვა ენაზე ვთარგმნეთ. ეს იყო როგორ გავუმკლავდეთ სტრესს და გამოწვევებს მუდმივი გახანგრძლივებული პოლიტიკური კრიზისების დროს. ერთ-ერთი დოკუმენტი, რაზეც ახლა ვმუშაობთ ამავე ორგანიზაციის ფარგლებში, ეს არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფსიქოლოგიურ პრაქტიკაში. დიდი მიზანი არის, რომ საქართველოში ფსიქოლოგების უმრავლესობა მოუყაროთ ჩვენთან თავი და ერთად ვიმუშაოთ იმ სტანდარტებზე და ასე ვთქვათ, დოკუმენტებზე, რომლითაც მე ყველამ უნდა ვიხელმძღვანელოთ.